სადღეღამისო პროტესტი გადამდები გახდა ამჯერად სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ 24 საათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მათ უკვე დაიკავეს სამხატვრო აკადემიის აუდიტორიები და დღეს იქნება პირველი ღამე, რომელსაც გაათენებენ სამხატვრო აკადემიაში. ხელოვნება იწყება თავისუფლებით, ასეთი ბანერით არიან ისინი დღეს სპეციალურად ინტერვიუებისთვის გამოვიდნენ გარეთ, ისე იმყოფებიან შიგნით. მოგესალმებით, პირველ ღამეს გაათენებთ დღეს სამხატვრო აკადემიაში. რისი თქმა გსურთ ამით? გამარჯობა, დღევანდელი დღეს იყო ჩანიშნული საყოველთაო გაფიცვა, რის შედეგადაც გაიფიცა უამრავი მომუშავე პირი, ასევე ძალიან ბევრი სივრცე გაიფიცა ამასთან ერთად. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ სოლიდარობა გამოვცხადოთ დაკავებულებს და რეჟიმის ტყვეებს, ასევე ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებს და სტუდენტებს, რომლებიც გაიფიცნენ და დაიკავეს საუნივერსიტეტო სივრცეები, ჩვენ აქ ვიქნებით 24 საათი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ უფრო დიდხანს, მივცეთ მასშტაბური სახე ამას, როგორც თეატრალურმა უნივერსიტეტებმა. ასევე სოლიდარობას უცხადებთ აქვე, ვიტყვი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტის ბავშვებს, რომლებიც უკვე 30 დღეა იქ არიან და ათენებენ დღეებს და ღამეებს უნივერსიტეტში. დიდი მადლობა, სხვანაირად გადავალთ კითხვით, მოგესალმებით. გითხარით, დღეს უნდა გაათენოთ პირველი ღამე. როდემდე დარჩებით, როგორი არის თქვენი გეგმა და მორიგეობები გექნება თუ როგორ აპირებთ ამ გეგმის სისრულეში მოყვანას? დიახ, ჩვენ პირველ რიგში ხას გავუსვამ იმას, თუ რატომ ვრჩებით უნივერსიტეტში და რატომ ვიკავებთ უნივერსიტეტის სივრცეს, იმიტომ რომ სტუდენტებისთვის ეს არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ისმოდეს მათი ხმა. შესაბამისად და მით უფრო მაშინ, როდესაც სამხატვრო აკადემიის ოფიციალური პოზიცია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას და გვინდა რომ მათ ასეთ ნეიტრალურ პოზიციას გავემიჯნოთ, მკაფიოდ ვთქვათ ჩვენი სათქმელი და შეუერთდეთ იმ მთავარ მოწოდებას, რაც გულისხმობს ხელახალი არჩევნების მოთხოვნას და ასევე დაუყოვნებლივ გათავისუფლებას რეჟიმის პატიმრებისა. დიახ, გვექნება მონაცვლეობა, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ყოველდღიურად ფუნქციონირებადი დავრჩეთ და ვათენოთ. ღამეები აქვს აქ, მაგრამ ამას ექნება პერმანენტული სახე, შესაბამისად გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დიდი მადლობა. როგორი არის თქვენ გვითხარით სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელობის პოზიცია და სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და პატიმრების საკითხიც არ გადაწყდება სასიკეთოდ, მანამდე თქვენ იქნებით აქ და რამდენი სტუდენტი იწყებს გაფიცვას? სამწუხაროდ ჯერჯერობით სამხატვრო აკადემიის პოზიცია საკმაოდ ნეიტრალურია. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ სოლიდარობა იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს უსამართლოდ არიან რეჟიმის ტყვეობაში, უნდა ანალიზოთ და გავიაზროთ, რომ მაგ სტუდენტების მაგივრად შეიძლებოდა, რომ ყოფილიყავით ჩვენ ნებისმიერი და ყველა ვინც აქციაზე დგას, შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო არაფრის გამო უკანონო ტყვეობაში. მაგ სტუდენტებს პირველ რიგში ვუცხადებთ სოლიდარობას, მაგიტო ვართ აქ. იცით რა არის? აქ იქამდე ვიქნებით, სადამდე საჭირო იქნება. და ჩვენი სათქმელი ალბათ ისედაც ძალიან პირნათელია. შეწყვეტილი არის სწავლა, ხო? არ არის სწავლა შეწყვეტილი. ჩვეულებრივად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ როგორც ის რეჟიმის ტყვეები ვერ ესწრებიან დღეს ლექციებს, ვერ აბარებენ გამოცდებს, ჩვენც ეგ სტუდენტები ვართ და ჩვენც მაგ რეჟიმში ვართ სამწუხაროდ. დიდი მადლობა. თქვენც კითხავთ თუ შეიძლება ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი არის მსგავსი გაფიცვები და რა შედეგის მომტანი არის ეს საყოველთაო გაფიცვა? გამარჯობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ მით უმეტეს სამხატვრო აკადემია საჯარო სასწავლებელია, სახელმწიფო სასწავლებელია და არის იმ სისტემის ნაწილი, რომელიც დღეს ესეთ დანაშაულებებს ჩადის და ჩემი აზრით საჭიროა ის, რომ ყველა საჯარო სივრცეში მსგავსი პროტესტი იყოს და რაც შეიძლება დიდხანს რა თქმა უნდა ბოლომდე სანამ შედეგს არ მივიღებ საბოლოოდ, იმიტომ რომ უკან დასახევი გზა ფიზიკურად აღარ არსებობს. დიდი მადლობა. მაშინ ასე სამხატვრო აკადემიაში დღეს სტუდენტები პირველ ღამეს გაათენებენ, იწყება საყოველთაო გაფიცვა აუდიტორიებში. სწავლის მიზნით არ იქნებიან სტუდენტები, ისინი იქნებიან გაფიცვის მიზნით აღებული აქვთ აუდიტორიები. დღეს 13 არიან, ვინც დარჩებიან ღამეს სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ იქნება ცვლები და სტუდენტები გამოხატებენ მზადყოფნას, რომ არ დაიხალონ და ბოლომდე მიიყვანონ მათ მიერ დაწყებული გაფიცვა, რომელიც მათივე შეფასებით დასრულდება ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების
ხელისუფლების წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება და იქნება გადამდები. ჩვენ ვიცით, რომ თეატრალურ უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაფიცულები და ეს გაფიცვა, როგორც ხედავთ, არის გადამდები.